Hi, როგორ ხართ ხალხო? მოგეთ გადავწყვიტე რომ შევწერო ვიდეო ყოველდღიურობაზე ისევ კვლავ, იმიტომ რომ კაი ხანი ეს ვიდეო არ დამიდია ვლოგი. წინა ვლოგი რაც დავდე იყო პარიზის ვლოგი და მანამდე დავდე ბრიუგე ანტვერპი. და მაგიტომ მინდა რომ რაღაც ისეთი გადავიღო ისევ ყოველდღიურობას დავუბრუნდე და ეხლა თან უკვე მოდის სწავლის პერიოდი. ძალიან გამძაფრებული სწავლის პერიოდი მოდის, იმიტომ რომ გამოცდები გვეწყება და გამოცდებამდე ყველა დავალების დედლაინი უნდა გავისტუმროთ, რომელიც არის დაახლოებით 5 დავალება, დაახლოებით, თუ სწორად მახსოვს, ხო? 4 მგონი თუ 5, როგორც არის. ხო და მინდა რომ აი ამ ყველაფერში ჩემთან ერთად იყოთ თქვენც და გათვალიერებინოთ და ასე შემდეგ. და თან მინდა რომ რაღაცები მოგიყვეთ, მანამდე რაც ვშრობოდი ეს წინა დღეები და წინა კვირები, სანამ ეს ვიდეოს ჩავწერდი. და რა სიახლეები არის აქეთ და ხო რაღაცებს მოგიყვებით ისევ მოკლედ და მე რა უნდა გავიდე კაით. მოკლედ, რა მოხდა წინა კვირებში. პირველი, ვაცეკვეთ ქართულ მუსიკაზე ბელგიელები. ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი, ალბათ ჩვენი ერასმუსის ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი, როცა ჩვენ ცხოვრობთ მეოთხე სართულზე, ვერმეილენში და ვერმეილენის მეოთხე სართულს ჰქონდა საერთოდ რაღაცა ძალიან დიდი ფართი და ეს ფართი იყო რაღაცა dress up ფართი რა, სადაც რაღაც განსხვავებული უნდა ჩაგეცვა და უნდა რაღაცა დალიეს მე ჩვენ სამზარეულოში მოხდა ყველაფერი აქვე და რაღაცა დავლიეთ, ჩვენ ბევრი არ დაგვიძლია, იმიტომ რომ ჯასთან თანამდებობებით დიდად იმიტომ რომ ძალიან უცნაურ სიმღერებსაც ეყვავენ და ერთობიან და რაღაცა. ხო, ჩვენთვის რა თქმა უნდა, თორე ამათვის ალბათ ეგ არის მიღწევა. ხო და ეგ იყო ყველაზე ესეთი გამორჩეული, რაც მაგ ფართიზე მოხდა, რომ მე რო დავლიეთ და რაღაც ცოტა ბავშვებს ვუხარით, რომ გვინდოდა რომ ჩვენი ქართული სიმღერა მოგესმეინებინა და ჩავურთეთ ის მატარებლის ლიანდაქსოთ რაღაც რო არის, სად მივყავართ მატარებლის ლიანდაქსს, რაღაცა მოკლედ ეგ არის რა, ეგ ჩავურთეთ. და შევქმნით ეს ხელოვნური მატარებელი და მთელ აქ ჩვენ კორიდორში დავდიოდით, გამოდიოდით და ძალიან დასამახსოვრებელი იყო და ძალიან კარგად გამოგხსენდება ალბათ ეგ ერთ-ერთი ჩვენი მოგვიანება, რომელიც შევქმნით აქ. მეორე, რაც ამ კვირებში მოხდა იყო ის, რომ ჩემი შეყვარებული დამადგა ჩუმად და ძალიან სურპრიზი გამიკეთა ძალიან დიდი, რომელიც ყველა მიცოდა ჩემ გარშემო და მე არაფერი არ ვიცოდი. და ერთ საღამოს ჩემი მეგობარი ნუცამ წერს, რომ გეხვეწებიო გამოვყევი მაღაზიაში პურის თუ რაღაცის საყიდლად აღარ მახსოვს და მოკლედ მეთქი სველი მაქვს თმა, ანუ დაბანილი მქონდა ახალი, რაღაცა 5 წუთის გამოსული არც ვიყავი ალბათ, ანუ დიდი ხანი იყო რა, მოკლედ ჩემი თმის შრება ხოლმე თმა უმეტესად და დიდი ხანი ჭირდება ჩემ თვალს, იმიტომ რომ ძალიან სქელი თმა მაქვს და მთლიანი დღე მაინც ჭირდება რომ გაშრეს რა. ხო და მეთქი ნუცას შანსი არ გაქვს, ეხლა ისე რომ გამოვიდა უეჭველი მოვკვდებით ხო რა. ხო და კაი არა უშავსო და თან ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ღამის დაახლოებით 10 საათია რა. და ნუცა მარიცის ხოლმე ეგრე, ანუ რაღაცა გამომყევი და რაღაცა ღამე გავიდეთ და რაღაცები რა პირიქით და ესე უცბად რომ მომწერა, ძალიან გამიკვირდა რომ მეთქი რა ხდება კაცო, ხო მშვიდობა აქ ამ გოგოს თქო რა. და რეალურად თურმე უნდათ რომ გარეთ შევხვედრილიყავით მოკლედ ერთმანეთს რა. მაგრამ ისე გამოვიდა რომ მოკლედ ვერ გავედი, იმიტომ რომ სველი მქონდა თმა და წურწურით ჩამოდიოდა წვეთები და ესე აქ ოთახში დამიკაკუნა ნუცამ და რო გავედი, ანუ უბრალოდ ჭუჭუდაინდა რომ გავიხედე, ნუცა იყო რა. და მეთქი ნუცა რა ხდება და ძალიან ვინერვიულე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ გარეთ იყო გასული მარტო და თან საკმაოდ გვიანი იყო და მეთქი ანუ რამე ხო არ მოხდა თქო და ძალიან ვინერვიულე. უცბად ყველაფერმა გამიარა თვალშიც, თავში უფრო სწორად და ყველა აზრმა გამიარა თავში, რომ მეთქი აბა იქნებ ვიღაცამ რამე უთხრა ან რაღაცა, აი არ ვიცი, ყველაფერი ცუდი ვიფიქრე და გავდივარ და უცბად ნუცა და რატი ერთად ვიცი მე და შოკი მქონდა, აი მაგ შოკს ალბათ ეგეთი შოკი ცხოვრებაში არასდროს არ მქონია და არაფერს არ მოუნიჭებია, რამაც ეგ რაც მოკლედ მაგან მომანჭა და ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. ამას მე ამ ამბავს ამოეწია უკვე მეორე ამბავი, რომელიც არის ის, რომ გქონდა ორკვირიანი დასვენებები აღდგომების გამო და ზოგადად ეს ორკვირიანი დასვენებები რეალურად ამათვის დასვენება არ არის, როგორც მივხვდით და ეს არის დრო, როცა ყველა სწავლობდა და ყველა რაღაცა წიგნებში იყო ჩარგული, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს რო გამოვიყენეთ და ვიყავით პარიზში, რომელიც ვლოგიც ნახეთ და კიდე გვინდა და ნიდერლანდებში წასვლა, მაგრამ ნიდერლანდებში ვეღარ წავედით, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მიეწყო ყველაფერი.
და ანუ ვერ გამონახეთ იმდენი დრო რომ და ფინანსური შესაძლებლობებიც არ გვქონდა იმდენად რომ ბილეთები გვეყიდა, იმიტომ რომ რაც უფრო გვიან ყიდულობ ბილეთს, მით უფრო ბევრი ღირს და ძალიან ადრე უნდა იყიდო და ჩვენ ძალიან გვიან მოვიფიქრეთ ნიდერლანდებისთვის ბილეთების ყიდვა ამ ორ დასვენებებზე სამწუხაროდ ვერ გავთვალეთ კარგად, მაგრამ არ აუშავს, იმიტომ რომ რეალურად ნიდერლანდებში FlixBus-ით რო წახვიდე, ანუ აქედან დაახლოებით საათი ნახევარი გჭირდება დაახლოებით, მაქსიმუმ 2 საათი ამსტერდამამდე და გვინდა რომ ეგ ხალხიც საუცობად ვნახოთ, იმიტომ რომ აი როგორც მაგალითად არ ვიცი რაღაცა ქუთაისი და თბილისი რაღაც ეგრე არის ნიდერლანდები და ბელგია ერთმანეთთან და სხვა შორის ძალიან მაგარი ის არის რომ მაგათი საზღვარზე არსებობს ერთ-ერთი სახლი, ანუ საზღვარზე არის მოკლედ ერთი სახლი, რომელიც ბელგიასა და ნიდერლანდების საზღვარზე არის და შუაში ყოფს ხაზი, რომელიც და ეს სახლი მდებარეობს მოკლედ ბელგიის და ნიდერლანდების კუთვნილება არის ორივე ქვეყნის, იმიტომ რომ ანუ ზედ საზღვარზე მდებარეობს და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის თუ არ გინახავთ ფოტოები, რამდენად ახლოს არის ბელგია და ნიდერლანდები და როგორ არის საზღვარი გამოყოფილი და რამდენად საინტერესო არის, გირჩევთ რომ ნახოთ და მეც ჩავსვა აქ ფოტოებს, ძალიან საინტერესოა კაფეები არის ესე მაგ საზღვარზე მაგ ქალაქში ზუსტად გაკეთებული კაფეები და ამ კაფეებზე არის ძალიან სასაცილოდ რაღაცა ნაწილი რომ ბელგია აწერია რაღაც ნაწილს და რაღაც ნაწილს ნიდერლანდები და აი ძალიან მაგარი იქნება მოკლედ მაგ ყველაფრის ნახვა, მაგრამ მან რამდენად მოვხვდებით არ ვიცით, მაგრამ ზოგადად ამსტერდამში წასვლა მაინც ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის როგორც უკვე აღნიშნეთ. მოვედი ხალხო, რაღაცები ვიყიდა რაც მინდოდა სახლისთვის. მე განახებთ და დამამწყდა რომ ოთახში რაღაცები რო შევცვალე, არ მინახებია თქვენთვის, ნუ შევცვალე რა რაღაცები დავამატე უბრალოდ. ეხლა განახებთ. მოკლედ ეს პოსტერი დავამატე ერთი, ეს მეორე, ეს ძალიან საყვარელია და ეს მესამე. სათამაშო. ეს იესამნები მოვიპარე ჩვენი ეზოდან და ძალიან მეშინოდა რომ დამიჭერდნენ. ეხლა უკვე ძალიან დაჭნა. და ნუ ხო, სხვა ისეთი არაფერი არ შემიძლია, აქ ყველაფერი ისევ ისეთია როგორიც იყო მანამდე. უბრალოდ ესენი დავამატე და ძალიან მიყვარს და თუ ჩემზე არ იცოდით, შავი კატები ძალიან მიყვარს და შავი კატის ყველაფერი მაქვს. ანუ საღამურებიდან დაწყებული ეს პოსტერები, საყურეები, რომელიც შემომეგობარმა მაჩუქა, სალომე, კოკოცნი ბევრს და მოკლედ ძალიან მიყვარს შავი ფისოები და ერთ დროს მეც ყავდა შავი ფისო. მაგრამ მე ცოტა ტრაგიკულად დამთავრდა ეგ ამბავი და მაგის მე ძალიან მეშინია შინაური ცხოველის ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ორი ძაღლი მყავს, ფისო მაინც ხონერია და მაგიტო ძალიან მეშინია ფისოს ყოლის რა, თორე დიდი სამნებით მეყოლებოდა კიდევ ერთხელ. ჩვენს უნივერსიტეტში ვერმეილენში და კიდე რამდენიმე საერთო საცხოვრებელში იღებენ ფილმს. ესე ქვია ფილმს, აქ იყო ჯოანი თუ რაღაცა ეგეთი. John was here. რაღაცა ეგეთი ქვია მგონი. და ფილმი არის ფსიქოლოგიური დრამა. და ანუ თავარი აზრი არის ის, რომ ერთ კაცს გარდაეცვალა შვილი, რომელსაც ერქვა ჯოანი მგონი. და მერე ეს კაცი ცხოვრობს თავისი შვილის ცხოვრებით და ანუ თავისი შვილის მაგივრად მიდის უნივერსიტეტში და ყველაფერს ასაც თავისი შვილი აკეთებდა, მოკლედ ანუ ეგ აკეთებს რა, ერთი სიტყვით. ხო და მაგ ფილმში მონაწილეობა სხვათა შორის შეგვეძლო ჩვენს ბავშვებს. აი ბექსტეიჯზე კი არა და ანუ უკანა კადრებზე რა ხო რა მგონი ბექსტეიჯი ქვია მაგას. ანუ უკან რაღაცებს რო აკეთებენ ვითომ რაღაც მთავარი ანუ ექტორები ვინც არიან მან დრო უკან რო ჩანან ხალხი რა რაღაცა გამულელები და რაღაც შეგვეძლო ჩვენს მიგვიღო მონაწილეობა. და ერთ-ერთ ბელგიელს მივწერა რომ როგორ შეიძლება თქო რა რომ მივიღო მონაწილეობა და ესეთ რაღაც მითხრა რომ არაო რა ანუ კი შეგიძლია რომ მიიღო, მაგრამ უმეტესადო ანუ რაღაცებსო დაჩს ეგეთყვიანო რა, ხო და მე რახან არ ვიციენა, მაგიტო ანუ შემრცხვა რა რომ ვიღაცა უნდა შემეწუხებინა რომ ანუ ყველაფერი გადმოეთარგმნა რა, თორე აი ძალიან მაგარი შესაძლებლობა იქნებოდა რა, აი ძალიან მინდოდა, აი ძალიან მინდოდა და მაგის გამო ვერ ვიღებ მოკლედ მონაწილეობას, მაგრამ ძალიან მიხარია რომ მაინც აქედან ზემოდან მაინც ვუყურებ ყველაფერს, ვინ რას იღებს და როგორ. მოკლედ ჩვენთან უკვე ფილმიც გადაიღეს. ახლა არის 8 საათი. მე უკვე ჩამოვწერე მთლიანი 2 თვის გეგმა. ნუ რეალურად გეგმა არ არის, უბრალოდ ყოველდღურად არ არის რა გაწერილი, ანუ რამდენი სასწავლია და როდისთვის მაქვს გამოცდები ეგენი მაქვს გამოწერილი და
მოკლედ ახლა განახებთ. ეს არის მთლიანი თითქმის 2 თვის დედლაინები, რაც მაქვს რა. არ ვიცი როგორ უნდა მოვასწრო, ხა უკვე კარგად დავინახე, როდის მაგ გამოცდები და რაღაც და რანაირად უნდა მოვასწრომდე რაღაც სწავლა ვერ გეტყვით და ძალიან ნერვიულობ, მაგრამ რაღაცა იქნება. მოკლედ, ახლა გავიღვიძე. დღეს არის ოთხშაბათი და გვაქვს ძალიან ცუდი ამინდი. მაგრამ ამას კარგი ამბავი ის ერთვის, რომ უბრალოდ დღეს საქმიდან გასული არ ვარ, ამიტომ როგორი ამბავი. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს. არ მაინტერესებს. მოკლედ ახლა მაგახსნა დავალებები. უნდა ვნახო რა სიტყვენ ჩვენგან. უნდა ამოწერო ეგ მთავარი დეტალები, რაც არის, იმიტომ რომ ძალიან მეხმარება ხოლმე სხვათა შორის, რომ ძალიან ისეთი სრულყოფილი იყოს დავალება. ხო და მე უნდა დავიწყო ძიება. ისევ კვლევების, რაც აქ ჩამოვედი, ალბათ 90,000 ის მაქვს კვლევა მაქვს ნახე უკვე. იმიტომ რომ თავარი მაინც რისერჩია რა. მე სხვა შორის თესაუშიც ასე იყო, იმიტომ რომ უმეტესად მაგაზე ამახვილებდნენ ყურადღებას რა. ინტერმედია საიტიდან რაღაც ამოწერილის რომ მიიტანო, გაგინულებს ყველა საბედნიეროდ. ხო, ამიტომ დიდად არ განსხვავდება მაგითი არქაურობა და თესეურა და ძალიან მომწონს რომ თესეურში ეგ კულტურა დაინერგა და ეხლა უფრო მოკლედ ინერგება და ინერგება რა. Yes. ხო, რაღაც უნდა მეთქვა კიდე. მოკლედ, ახლა წავიკითხე ეს პირველი დავალება. ეს არის საგანი, რომელსაც ქვია კონსალტინგი და კონსულტირება არის, მაგრამ არ არის კონსულტირება როგორც ფსიქოლოგიური, როგორ თქვა. არ არის ფსიქოლოგიური კონსულტირება რა. ეს არის ბიზნესის კონსულტირებაზე, ესეც HR-ის საგანია ზოგადად. და ესეც ამ საგანში გვაქვს ერთი დავალება, რომელიც არის ესეთი, რომ მოკლედ მთავარი აზრი არის ესეთი, რომ მოკლედ ერთ-ერთ კომპანიას აქვს რაღაც გამოგონილი კომპანია, რა თქმა უნდა, აქვს პრობლემა. ეს პრობლემა არის ის, რომ მათი მომხმარებლები, არის ესეთი ამანათებს რო არიგებენ რა, მოკლედ. რა ქვია, გადამზიდი? ხო, მგონი გადამზიდი. ესეთი კომპანია არის და მოკლედ მათი მომხმარებლები არიან ძალიან უკმაყოფილოები, იმიტომ რომ ხანდახან აგვიანებენ, ხან დაზიანებული მოდის, რაღაცა არ ატყობინებენ, როცა გადაავადებენ ხოლმე, რაღაც და ასე შემდეგ რა, მოკლედ. ერთი სიტყვით ძალიან უკმაყოფილო მომხმარებლები ყავთ. kinda USA to Georgia's vibe მოდის ამ კომპანიიდან. ხო და ერთ სიტყვით ამ კომპანიას უნდა ვუშველოთ და ჩვენ ვიქნებით 6 ბავშვი ვართ სულ ამ პროექტზე და ჩვენ ვართ ეს კონსულტანტები, როგორც არის, ხო, კონსულტირება უნდა გავუწიოთ მოკლედ რა, კონსულტაცია უნდა გავუწიოთ, რომ რა შეიძლება რისი ბრალი იყოს, რაღაცა რა არის ამათი მთავარი პრობლემა და მე უნდა გადავიდეთ უკვე ინტერვენციაზე, როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი აღმოიფროს. ხო და ეს არის მთავარი. ხო და ახლა ჩვენ მე რაც უნდა გავაკეთო არის ის, რომ უნდა მოვძებნო სტატიები, სადაც წერია, რომ მომხმარებლების უკმაყოფილება არის დაკავშირებული სამუშაოს შემსრულებლების უკმაყოფილებასთან რა. და ციკლური პროცესია რა, თუ უკმაყოფილო თანამშრომლები ყავს, უკმაყოფილო მომხმარებელი ყავს, ასევე ამავდროულად და პირიქით რა, ეს პროგრამული კავშირია მოკლედ. ესე რომ ვთქვათ, ორმხრივი კავშირია. და ამაზე ჩვენ სხვათა შორის თესაუში გვაქვს მასწავლი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში და უკვე თითქმის გამზადებული კვლევები მაქვს და ქართულადაც მომეძებნებათ, უზორად მახსოვს, იმიტომ რომ ყველაფერს ვინახავ ხოლმე ყველა ლიდერს. ამიტომ ნახევარი საქმე გაკეთებულია რა. ხო, ეს არის პირველი ნაწილი და მე რა თქმა უნდა ამას აქვს ორი ნაწილი. სულ ამ ყველაფერს რო გავაკეთებთ, მე პრეზენტაცია უნდა გავაკეთოთ ამ თემაზე და რეპორტი უნდა დავწეროთ, ანგარიში უნდა დავწეროთ ამ თემაზე რა. ეს არის და ეს. შეიძლება დაგინტერესდეთ, რატო გიყვებით ამდენს ჩემს დავალებებზე და ჩემს საქმეებზე რა. და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რეალურად დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს იმის გამო, რომ აინტერესებს როგორ სწავლობ ევროპაში და არის თუ არა რამე სხვაობა რა. და ამაზე ცალკე ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ სემესტრის ბოლოს. რა არის განსხვავება
თესეულს და თუნდაც საქართველოს უნივერსიტეტებს და ანუ აქაურ სწავლებას შორის. და თან ანუ ეს დავალებები და რაღაცები დაგეხმარებათ, რომ უფრო კარგად აღიქვათ აქ რა, ანუ თუ წამოხვალთ ოდესმე, ანუ აქ როგორი საქმის გაკეთება მოგიწევთ, რამდენად რთული არის და ასე შემდეგ. და ამიტომ გიყვებით ამას და თან მგონია რომ საინტერესოც არის. იმიტომ რომ თვითონ ეს დავალებები ძალიან საინტერესოა რა დავალებებს მქონია, ყველაფერი ძალიან საინტერესოა. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს და თუ ეს ნაწილი დავალებების ნაწილები არ გაინტერესებთ და თქვენთვის ძალიან უსაფრთხოებიანი არის და ასე შემდეგ, შეგიძლიათ უბრალოდ დამიწეროთ კომენტარებში, რომ ანი გამოტოვე დავალების ნაწილი, გადავფურცლეთ და გადავფურცლოთ ძალიან კარგად. უბრალოდ მგონია, რომ ანუ ცოტა საინტერესოც არის და თან გამოსადეგიც არის თქვენთვის, ანუ როგორც ხო რა, უბრალოდ მის ცოდნისთვის, რომ აი რასაკეთებს ხალხი აქ. ხო, მაგრამ თუ არ არის თქვენთვის საინტერესო რაღაცა, აუცილებლად დამიწერეთ და ამ ნაწილს ამოვიღებ ხოლმე და აღარ ჩავსვავ რა. კარგით. ანუ ჩემი ის თმა საერთოდ სახე ჩაცმულობა ყველაფერი დაიგნორეთ, იმიტომ რომ მე ძალიან როგორც ვარ ხოლმე ისე ვიღებ ვიდეოს რა და ძალიან არ მიყვარს რაღაცა სახლში რომ ანუ ვიდეოს რო იღებენ და რაღაც და უთხრათ რომ ძალიან რომ გამოიპრანჭებიან ხოლმე და რაღაც და ძალიან ხელოვნურია ჩემთვის ანუ ყოველდღურად როგორც ვარ ეს არის რა და ანუ ესე მაცვია და სახლში ასე ვარ ამიტომ ხო რა მოკლედ დაიკიდეთ და დაიგნორეთ ეს ყოველივე კიდევ ერთ რაღაც უნდა მოგასმენინოთ მოკლედ ამ სიმღერას ჩემს ვლოგში ალბათ შემდეგ ვლოგებში აუცილებლად შეხვდებით ჩვენმა ლექტორმა, მუსიკის ფსიქოლოგიის ლექტორმა, მოკლედ ყველა ბავშვს გაგვიკეთა პერსონალიზირებული სარელაქსაციო სიმღერა. და ნუ მანამდე შევავსეთ რაღაცა კითხვარი, სადაც ჩვენ პრეფერენციებზე იყო საუბარი და კითხვები იყო მოკლედ მაგაზე დასმული და მე ამ პრეფერენციებით ააწყო სიმღერა. და ანუ ყველა ადამიანს შეგვიქმნა ჩვენი სიმღერა. და ახლა განახებთ ჩემს სარელაქსაციო სიმღერას, რომელიც შეგვიქმნა ჩვენმა ლექტორმა. ნუ მინდა თქვა ესეთი რაღაცაც აუცილებლად, რომ ეს ამ საგანში ვაკეთებთ ექსპერიმენტს და სამ ადამიანზე უნდა ჩავტაროთ ექსპერიმენტი და უნდა ვნახოთ იმუშავებს თუ არა ეს პერსონალიზირებული სიმღერა რა. ანუ სხვადასხვა პირობაში უნდა ჩავსვათ ადამიანები, მაგალითად ამ პერსონალიზირებული სიმღერის პირობა, საერთოდ არაფრის პირობა, ანუ სიჩუმის პირობა და რაღაცა კონკრეტული სხვა სიმღერა, რომელიც რელაქსაციისთვის მიჩნეული არის და უნდა დავაკვირდეთ ანუ ადამიანებს რამდენად რომელ პირობაში უფრო კარგად ექნებათ რელაქსაციის განცდა. და ნუ ეს არის მთავარი რა მოკლედ. ხო და ყველას გაგვიკეთა ლექტორმა საბედნიეროდ. ხო და ახლა მე მოგასმენებთ ჩემსას. და მაინტერესებს თქვენი აზრი ამ სიმღერაზე რელაქსაციას შეძლებდით თუ არა დამიწერეთ მე კომენტარებში. დავიწყოთ. აი ამ სცენას ხალხო მე რამდენად იღებენ, ვერ აგიხსნით. რავი, ძალიან მე რამდენია მართლა მე-10 მგონი. იწყებენ ახლა კიდე ერთხელ. ის ბიჭი წამოვახა ველოსიპედით, აქ ორი გოგო დგას ჩანთით. და ეს კაცი გადმოვეხა მანქანიდან, აი ხა გადაიღებენ ახლა. Orç.
კიდე ერთხელ გადაიღებენ და გავგიჟდები მე. დღეს ჩვენს ეზოში, ვერმეილენის ეზოში, ანუ სადაც მე ვცხოვრობ იმის ეზოში, არის რაღაცა ფესტივალი. ეს არის მუსიკალური ფესტივალი, სადაც ხალხი მიდის რაღაც საღამოს კაბებით და რა. მაგრამ ძალიან ცუდ ამინც დაემთხვა მაინც და მაინც ეს ფესტივალი და ნუ ყველას შეუძლია შესვლა ვერმეილენიდან, მაგრამ მე არ მივდივარ და არც უც არ მიდის. იმიტომ რომ ძალიან გვეზარება და არ გვაქვს მაგისი ხალისი საერთოდ. თან ისეთი ამინდი რო არის, ეგ უფრო ნერვებს გვიშლის, ამიტომ ერთი სიტყვით აი, წაღან რომ ვიდეოები განახეთ რაღაცებს რო აკეთებდნენ და სცენარად ადგეს, მოკლედ მაგის იყო რა. და კიდე უნდა განახოთ ერთი რაღაც. ჩემი ფავორიტი საქმიანობა და ფავორიტი არსება. ეს არის, ეგონდ ეს არ მიყედია, ეს ჩემო შეყვარებულმა ჩამომიტანა. საქართველოდან ძალიან ძველი არის. აი, უბრალოდ ვგიჟდები, იმდენად მიყვარს. აბა გაიგინეთ. აი, ძალიან მიყვარს და ძალიან საყვარელ ფოტოებს იღებს და ეხლა განახებთ პარიზში როგორი ფოტოები გადავიღე ამით. ახლა განახებთ. ახლა არის 12-ის ნახევარი, თქვენ წარმოიდგინეთ და ახლა მოვჩი სწავლას, იმ დავალების გაკეთებას რეალურად 3 საათიდან 12-ის ნახევარამდე დავაკეთებდი იმ დავალებას შუაში ჭამის შესვენებით და რა ვიცი, ნელა რაღაცას დაემწყავსო რა. ხო, საბედნიეროდ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი არის უშუალოდ ძალიან და ყველაზე რთული ნაწილია დარჩენილი მაინც რა ასე თუ ისე. და მაგასაც ამ კვირაში უეჭველი მოვაშორებთ და ეგ არის. ახლა 2 წუთში უნდა გავიდე გარეთ. ანუ ხამის 12 საათი ხდება და აი ასეთი ამბავი აქვს ჩემს გვერდზე და იმის გვერდზე ოთახში და ახლა დავრეკე და ოფისერს გამოგზავნიან და ვიღაცებს დაშლიან. Slay. ყველაზე სასაცილო რაღაც არ მომეყოლია, რაც გავაჩალიჩე დღეს და საკუთარ თავს გავუჩალიჩე თურმე. მოკლედ გადასავლებად როცა შევდივარ ხოლმე, ერთი კაბინა მაქვს ამოჩამებული რა. ხო და ეგ კაბინა მოკლედ ყველაზე მეტად მიყვარს. და იმ კაბინაში მოკლედ ვიღაც მიტოვებს თმებს. ანუ როცა კი შევდივარ ხოლმე, ყოველთვის არის თმა რა, მოკლედ ხვეული თმა აქვს ვიღაცას, არ ვიცი, შავი ხვეული თმა. ხო და ყოველთვის არის ხოლმე დატოვებული შავი ხვეული თმა. თან ანუ აი გროვებად რა, ხო და გული მერევა. ანუ მე რატომ დავსუფთავო ვიღაც ისის. ხო და ესეთი რაღაც მოვიფიქრე, რომ ანუ ჩვენთან არის ესეთი ის, რომ ანუ არის 2 ონკანი, ერთიდან მოდის წყალი და მეორეთი რეგულირდება წყალი, ანუ შეგიძლია რომ ძალიან გააცხელო წყალი ან პირიქით გააციო რა.
ხო და გუშინ რო გადავივლე, წყალი სპეციალურად დავტოვე, მე თან ძალიან მწვენი ამის მოყოლა. წყალი სპეციალურად დავტოვე ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, რომ მეთქი ვინც მოუშვებს თქო, ეგრევე ძალიან მაგრად დაიწובה თქო. ნუ ეხა ისეთი ცხელი წყალი რა თქმა უნდა არ მოდის, რომ კანი დაგიწვას, მაგრამ ნუ საკაიფოდ კარგად მიიწვებოდა რა, ის ადამიანი ვინც თმას მიტოვებს და აი ესე დავშჭიდი. ხო და მოკლედ დღეს შევდივარ საბანაოდ. და ერთი ფაქტი არ გავითვალისწინა, რომ ბელგიაში ხალხი ყოველდღე არ ბანაობს. და შევედი და დავიწვი ამის. ნუ რა შევედი და მოვუშვი წყალი, ანუ ეგრევე გამოვარდი გიშევით. ხო და მოკლედ ჩემგან ერთი რჩევა მეგობრებო, რომ თუ სიბოროდეს რამე ბოროტებას აკეთებთ, ამის შრომა უნდა გქონდეთ და რაღაცები უნდა გაითვალისწინოთ. აი ეს. ახლა არის 5 საათი. 10 საათიდან უზივარ Ars, SPSS, ყველაფერს ახლა განახებთ ჩემს ლეპტოპში, რამდენი რაღაც მოგახსნილი. და ცოტა რაღაცას ჩავუხვდი. ანუ ახლა მაქვს დავალება გასაკეთებელი, რომელიც არის, აი ჩემთვის რამდენად აღუწერელად დამაბნეველი ვერ აგიხსნით, ანუ უნარების ტესტი რო ყოფილიყო, ეს დავალება იქნებოდა. აღარ მართლა. იმიტომ რომ ანუ თვითონ რა ანალიზის უნდა ჩაატარო, მონაცემების ანალიზი, რასაც ატარებ. იმის ჩატარებას მოკლედ რთული არაფერი არ არის. მთავარი არის, რომ მოდელი ააწყო. და ანუ ამ მოდელის აწყობას სჭირდება ძალიან ბევრი ენერგიაც, დროც, უნარებიც, ვერბალური, არითმეტიკული ყველა უნარი, რაც არსებობს. და ანუ მოკლედ ცოტა გამიჭირდა რა, იმიტომ რომ ცოტა უფრო მარტივად უყურებდი, მაგრამ ახლა მივხვდი რამდენად რთული არის ეს დავალება. აი, დღეს მივხვდი ამას. დავალების პირველი ნაწილის მონაცემთა ანალიზი გაკეთებული მოქვს და წერი დარჩა რეპორტისთვის, ანუ ანგარიში დარჩა დასაწერი და მეორე ნაწილი არის ეს ყველაზე რთული. და მოკლედ დღეს ასე თუ ისე რაღაცები გავიგე, მთავარია ახლა უკვე დამრჩა, ან მოდელი ავაწყე ასე თუ ისე რა. ყველაზე რთული რაც იყო, ეს მოდელი აიწყო, ასე თუ ისე. და ეხლა მოგიყვებით მოკლედ ამ დავალების შესახებ, რომ წარმოდგენა გქონდეთ ამაზეც ბარემ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ არ გაინტერესებთ მოკლედ ეს დავალებების ნაწილები და ასე შემდეგ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და ამოვიღებ ხოლმე, როგორც უკვე გითხარით. და ახლა მოგიყვებით დავალებაზე თვითონ. მოკლედ არის ისევ რაღაცა გამოგონილი ისტორია, რომ დაგვიქირავეს ჩვენ კონსულტანტები, HR კონსულტანტები დაგვიქირავეს, რომ ვიკვლიოთ მოკლედ რომელიღაცა კონკრეტული რაღაც გამოგონილი კომპანიის, რა თქმა უნდა, ხა რეალური кейსი არ იქნებოდა, გამოგონილი კომპანიის ინტერესებში შედის მოკლედ რაღაცების კვლევა. ორი რაღაცის კვლევა მევალება მე მაგალითად, ეს არის ესეთი რაღაც, რომ აინტერესებს მოკლედ ამ კომპანიას, რამდენად კარგად გრძნობენ თავს მისი თანამშრომლები, უშუალოდ ამ კონკრეტული სამუშაოს შესრულებისას და ეს კომპანია გამოირჩევა იმით, რომ აქვს ძალიან ბევრი ფილიალი. და ამ ფილიალებში ყველა ფილიალს აქვს თავისი წესები. სამუშაო გრაფიკის წესები, რა ისე ვთქვათ. ანუ ზოგი ფილიალი მუშაობს 8 საათს, ზოგი ფილიალი მუშაობს 9 საათს, ზოგი 10, ზოგი 5 და ასე შემდეგ. და პირველი რაც ჩვენ უნდა ვიკვლიოთ არის ის, რომ პირველი კითხვა რაც არის უნდა ვიკვლიოთ ის, რომ აი ამ ჯგუფურ სამუშაო დროს აქვს თუ არა რაიმე გავლენა ადამიანების სამუშაო კმაყოფილებაზე, მათ აღქმულ რაღაცა სამუშაო დატვირთვაზე და ასე შემდეგ. ანუ პირველი კითხვა არის ესეთი, რომ აი ეს ჯგუფი, ანუ ეს დრო, რაც არის, რომ რაღაცა რომელიღაცა ფილიალი, მაგალითად საქართველოს ბანკის რაღაცა ჭავჭავაძის ფილიალი რომ 8 საათი მუშაობს, მოკლედ ეს 8 საათი რომ მუშაობს, ესენი უფრო კარგად გრძნობენ თავს და აქ მომუშავე პერსონალი უფრო კარგად გრძნობს თავს ინდივიდუალურად, თუ ის ვიღაცა მაგალითად რომელიც, რა ვიცი, ისნის ფილიალში, საქართველოს ბანკის ისნის ფილიალში რაღაცა მუშაობს, ვთქვათ, 5 საათი, ანუ 4 საათი. და ერთგვარი ის უნდა გავაკეთოთ, ანუ ანალიზი უნდა ჩავატაროთ ამისი. და მეორე კითხვა, რომელიც ასევე გვეკუთვნის, არის ის, რომ ანუ ესეთი სიტუაცია არის, რომ თვითონ ამ ფილიალებში ადამიანებს შეუძლიათ, რომ სამუშაო, ანუ მოქნილი სამუშაო გრაფიკი ქონდეთ. რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას შეუძლია, რომ ნაკლები იმუშაოს, ვიღაცას შეუძლია ბევრი იმუშაოს და ბევრი გამოიმუშაოს. და
კითხვა ისმის ასეთი, რომ ადამიანები აი ამ ჯგუფებში, თვითონ ამ ადამიანები ამ ჯგუფებში, რომ ვიღაცა ამდენს მუშაობს და ვიღაცა იმდენს, რომ მუშაობს, ანუ რამდენად განსხვავდებიან აღქმული ისევ იგივე სამუშაო კმაყოფილებით, რაღაცა დატვირთვით, სამუშაო დატვირთვით და სხვა. ეს არის იგივე multi-level ანალიზი, რომელიც მეგონა რომ ძალიან მარტივად გაკეთებოდა, მაგრამ აი ეს არის მთავარი მოდელი, რაც უნდა დავინახოთ რა. და ეს არის დავალება, რაზეც ვმუშაობთ ახლა და აი ამ მოდელის აგებას მოკლედ ჭირდება დრო. იმიტომ რომ ზუსტად კონკრეტული რაღაცა ცვლადები უნდა გამოვიტანოთ, რომელთაც დავუკავშირებთ ერთმანეთს და მივხვდებით, რომ ეს მოდელი იქნება მიღებული თუ არა. მოკლედ ეს არის მთავარი არსი. დიდი ვაგლახის თუ როგორც ამბობენ, დავით არაბის თუ რა ვიცი, ყველა სიტყვა რაც შეიძლება რომ ვთქვათ, მე რაღაცნაირად ასე თუ ისე მოდელი აიწყო და SPSS-ში მოკლედ მე ვიცი SPSS-ი საკმაოდ კარგად და არში არასდროს არ მიმუშავია. ეს უნივერსიტეტი მთხოვს რომ ვიმუშაო არში და არ მოწონთ SPSS-ი. მე მომწონს SPSS-ი და არ მომწონს არი. იმიტომ რომ არის სრული სიდებილე ჩემთვის. არ ვარ კომპეტენტური და ალბათ მაგიტომ, მაგრამ ჩემ აზრს გეტყვით ართან დაკავშირებით. ანუ რა განსხვავება არის SPSS-ში და არში რა? ეხლა SPSS-ში რომელცა მუშაობ და ამუშაობ რაღაცა კონკრეტულ ანალიზს აკეთებ რა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული მონაცემების. ანუ ყველაზე კარგი არის ის, რომ რაღაცა კონკრეტული კლიკები უნდა დაიმახსოვრო, რომ აი ამას უნდა დააკლიკო, იმას უნდა დააკლიკო და 2 წუთში გიკეთებს რაღაცა ძალიან დიდი მონაცემების ანალიზს. რა ხდება არში? არში რო შედიხართ, იმდენი პანელი არ ჯერო გული გისკდებათ და რა ასე შემდეგ და მე კიდე უნდა წერო კოდი და უნდა დაიზეპირო კოდები. ანუ კოდები უნდა დაწერო და ამის მიხედვით გიკეთებს ანალიზს. და რატო უნდა ვიზეპირო კოდები და რატო უნდა აი არ ვიცი ვიწვალო ძალიან ბევრი, როცა შეგიძლია SPSS-ში უბრალოდ შეხვიდე და 2 წუთში, 2 წამში გააკეთოს დამწყებმა ის, რასაც არ იგიკეთებს, როცა ახლიდან იწყებდა რაღაცა, არ შეაკეთა მაგას მთელი დღე. ანუ რაც SPSS-ში წინაზე გავაკეთე, აი მართლა 2 წამში და ასე შემდეგ, ანუ აქ ვაკეთებდი მთელი დღე და მე აღმოვაჩინე, ზუსტად ერთ და იგივე შედეგები მივიღე, როგორც არში, ისევე SPSS-ში. ხო და მოკლედ ძალიან დებილობა რა. ეს მიშლის ყველაზე მეტად ნევრებს, რომ მე რო ჩამოვდივარ და exchange-ი როცა ვარ და გასვლის პროგრამით რომ ვიღებ მონაწილეობას და ასე შემდეგ. მგონია რომ უნდა მისცე ბავშვს იმის საშუალება, რომ რაც იცის და როგორც იცის, თავისი ცოდნა გამოიყენოს რა. და არ ვარ ვალდებული რომ რაღაცა ეს არ ვიზეპირო სულტყუილად, როცა რომ SPSS-შიც გავაკეთებ იმ ყველაფერს, რასაც ესენი მთხოვენ. ხო და მოკლედ ეგ არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც აქ ვნახე რა. ყველაზე დიდი სირთულე მოკლედ ეს არის, სხვა ყველაფერი გადაწონა ამ არმა და ამ უბედურებამ. ხო და ახლა დავუმოყამ ესეთი რაღაც, რომ სადამდეც შემიძლია SPSS-ი ვიყენებ SPSS-ს და ვსწავლობ SPSS-ში ახალ ფუნქციებს, რომელიც თურმე არ ვიცოდი და ახლა ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, რაც მომავალში ძალიან გამომადგება და 1 პლუსი ამას ეგ გქონდა. და მოკლედ სადამდეც გამყვება ეს SPSS-ი ვაკეთებ და მე გადავდივარ არზე, როცა უკვე ძალიან გამიჭირდება რა. ერთი სიტყვით. და ეხლა მაგალითად ეს რაღაც გავაკეთე, რომ ამ დავალების გასაკეთებლად, აი მოდელის ასაგებად რო გეუბნებოდით მოდელზე, გჭირდება რომ შექმნე შენით ახალი ცვლადები. უკვე არსებული ცვლადებისგან უნდა გამოიყვანო რაღაც ახალი ცვლადი. ხო და ეგ რო გამეკეთები და არში ალბათ 2 წელი მოვანდომებდი მაგას რა, ჩვეულებრივად 2 წელი ან მეტი. ამიტომ მოვიფიქრე ეს რაღაც, რომ მეთქი ამ ბაზას, მონაცემების ბაზას გავამზადებ თქო პირდაპირ SPSS-ში და SPSS-ის ბაზას ავტვირთავ მე არში და არში მე დავიწყებ ეგრე მუშაობას და გამზადებული ბაზა მექნება. ხო და ეხლა გავაკეთე ეგ და მგონი ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ დროს და ენერგიას ეს თუ ისე დავზოგავ რა. კიდე ცუდი ისაა რომ SPSS-ს 100 საათია უკვე რაც ვუზივარ. იმიტომ რომ აქაც ახალი რაღაცები, ფუნქციები იყო, რაც არ ვიცოდი და ახლა ვისწავლე, მაგრამ აქ ბევრად მიყვარს, აი აქ SPSS-ში მუშაობა ისე მიყვარს, რომ აი უბრალოდ ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ საქმეში მთელი ჩემი ცხოვრება გადართული და SPSS-ს გამოვიყენებდი, მაგრამ აი არის ჩემთვის რაღაცა ძალიან დიდი სირთულე, იმიტომ რომ არავის არ უსწავლებია და აქ ვთხოვენ, რომ ჩვენი ChatGPT-ის გამოყენებით ვისწავლოთ და ბოდიში, მაგრამ არც ეგრე ვერ ისწავლი. ხო, მოკლედ. და მოკლედ მთელი დღე ამას ვუზივარ, ცოტა ვიწუწუნე, მაგრამ აბადიეთ, ეს უბრალოდ ჩემი ძალიან დიდი ტკივილი მინდოდა რომ გამიზიარებინა და ახლა განახებთ ჩემს კომპიუტერს როგორ გამოიყურება ამ წამებში. მოკლედ,
აქ მაქვს SPSS-ის 3 ფაილი გახსნილი. ეს არის რო გითხარით, ეს არის SPSS-ი, ვინც არიცით და ეს არის ჩვენი მონაცემები. აქეთ ეს არის მონაცემები და აქეთ გვაქვს უშუალოდ ცვლადები. აი ამ ცვლადებისგან შევქმნით მერე ეს 3 ცვლადი. ეს არის SPSS-ი, ანუ რაღაცა კლიკები უნდა დაიმახსოვრო და ამ კლიკებში რო შეხვალ მერე უკვე გააკეთებ რაღაც კონკრეტულს, რაც შენ გინდა რომ გამოითვალო. და ანუ ძალიან მარტივი არის და ძალიან მიყვარს SPSS-ი არის ჩემი საყვარელი პლატფორმა. მაგრამ ეს Excel-ი მაქვს ალგე გახსნილი, ეს არის არი. ეს არის არი, სადაც გვაქვს, არ ვიცი, უამრავი რაღაცა, ეს არის ცალკე აქეთ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ბაზა, აქეთ გვაქვს სადაც ადგილი, სადაც უნდა დავწეროთ კოდები და აქეთ გვაქვს ჩვენი ამას შეხედეთ უბრალოდ. აქეთ გვაქვს ჩვენი output-ი ერთგვარი, ანუ რაღაც. და ანუ ეს არის სულ შეცდომები, რასაც არ მიკეთებდა, ანუ თავიდან საერთოდ არაფერს არ მიკეთებდა და მე ისევ გადავედი SPSS-ში, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. და აქ გვაქვს გახსნილი 100,000 ტაბი. არ ვიცი, ანუ აქეთ გვაქვს ChatGPT, რომელმაც მითხრა, რომ ამომეწურა ლიმიტი და ამიტომ ვეღარ ვიყენებ საერთოდ. და ეს SPSS-ის ტუტორიალებს უზივარ მთელი დღეა. და ეს ყველაფერი არ არის, აქეთ მაქვს Copilot-ი გახსნილი. და Copilot-საც ვეკითხები რაღაცეებს და ესეც მეხმარება კოდების წერაში, მაგრამ დიდად ვერ მეხმარება და დიდად ანუ როგორც ChatGPT ისეთი არ არის რა მოგოთ Copilot-ი და ყოველთვის მირჩევნი ხოლმე ChatGPT-სთან მუშაობა. ავედი კურსზე. Update-ი, მოვედი სახლში. ხარშავდი ბოსტნეულს და გავაკეთე უკვე არში ყველაფერი. ანუ არის ჩეპტერი დასრულდა ამ კვირაში და მოკლედ მივიღე საბოლოო ჯამში შედეგები და ეხლა დარჩა ამისი ანგარიშად გადაქცევა და დასკვნის დადება. ძალიან ბედნიერი ვარ და ახლა კიდევ ერთ რაღაცამ ძალიან გამბედნიერა და ამასაც კეთვით პარემ. მოკლედ ჩემმა ერთგულმა მაყურებელმა, ასევე დაქალმა, ასევე ჩემმა ცხოვრების სიყვარულმა, სალომე ანდრიაშვილმა ჩამიგდა მოკლედ ერთი სიმღერა და მითხრა, რომ მგონია რომ ძალიან შენი სტილიაო და ძალიან მოგეწონებაო და მოკლედ მოვუსმინე. და ძალიან ლამაზი სიმღერაა. აი, რომ ვუსმენდი, სულ დამბურძგლა რა, მოკლედ ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი სიმღერა მართლა და აი ძალიან ჩემი სტილი არის რა. უბრალოდ ვერ განახებთ და ვერ ჩავრთავ ახლა, იმიტომ რომ copyright-ს დამედებს YouTube-ი და დამიბლოკავს ვიდეოებს. მაგრამ თუ გინდათ იმაში ჩავიგდებთ, აღწერაში ჩავიგდებთ და თუ მოგეწონებათ, ვნახოთ რამდენად საერთო გემოვნება გვაქვს. და ძალიან დიდი მადლობა სალომეს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან კრეფასიაზე დამაყენა ახლა ამ ყველაფერმა. გაკეთეთ. მოკლედ ახლა ხდება 8 საათი და უნდა გავიდე უკვე უნივერსიტეტში მივდივარ დილიდანვე და ძალიან მაგვიანებ. მაგარია ძალიან. Dat jullie zo mee uitkwamen en naar de groepsdiscussie. ლილოს პარკებს თუ ჩანთებს ვუღალატეთ. დღეს გენტის ჩანთებით და გამოცხადებულები. მოკლედ ახლა მოვედით ძალიან ცხელა. აი სასწაულის სიცხე არის. რაღაცები ვიყიდეთ, უცბად განახებთ და უნდა გავიქცე სარცხი უნდა გავრიცხოთ და ოთახი უნდა დავალავო დღეს, ამიტომ მოკლედ უცბად განახებთ, რები ვიყიდებ. მოკლედ ვიყიდე ეს არის ფრი, ქათმის ხორცის, ფრი კი არა და ფილე. ფარში, ესენი 3 ცალი და ეს ძალიან მიყვარს და ძალიან კარგი არის. ეს არის ჩემი ფავორიტი კარაქი, რომელიც აი ვიზიდები და 2 ცალი ვიყიდე მაგის გამო, რომ აღარ მომიწევს ლიზლში ამის გამოწასვლა. ეს ძალიან გემრიელია, ნუცამ და მაინტერესებს. ყოველოვანი კომბოსტო. ეს არის გაყინული. ეს ასევე ვაშლი, რომელიც ძალიან ხანი არ მიჭამია. და ეს
ხო. ეს ყველაფერი დაჯდა დაახლოებით 20 евро. მადლობა ნახვამდის. ანუ იმდენი სარეცხიმი მაქვს. აი იგი ხვეწებით ეს ერთ ჩაყრაზე რანაირად მაგ გავრიცხო არ ვიცი. ილოცეთ. ესენი ხელით გავრიცხე, იმიტომ რომ ფერი გასვლის და ძალიან მოგვიანდება. მოკლედ ახლა მორჩი გამოწმენდას და იმის გარიცხვას, დასაცმელების გარიცხვას და ანუ ჩემს ოთახში ხალხო ისეთი ამბავი ხდება, ანუ უბრალოდ ვერ განახებ, მცხვენია, ანუ ყველგან ტანსაცმელია. ანუ ყველგან. ანუ ვერ განახებ, სანამ არ გაშრება, უბრალოდ არ დავალაგდები. ლექციაზე ვართ რა, ხოდა ევაკუაციის ის ჩაერთა. რაღაც ხდება, მე და ჩემი ლეპტოპიდან ლეპტოპი არ შეიძლება მხოლოდ მე პასპორტი ყველაფერი. ილოცეთ ჩვენ. მოკლედ ხალხო რაღაც კაბელი დაიწვა პროსტა, კაბელის დამწრობის სუნი იდგა. და ხო და რაღაცა გამოყარეს გარეთ ეგრევე, ხა მივდივარ სადღასაც, რა ვიცი, გავდივარ. არ ვიცი, კონდაქტორი მოყვება, ერთი რამდენი ბავშვია, ძალიან ბევრი. და იდარწმუნებული ვარ, რომ რამე სერიოზული არ არის რა. მეტი არ მინდა, ამას გამო ლეპტოპი შემეწიროს რა, აი მოკვდები. და ნუ საზღვარში პასპორტი და რაღაცები უდოს. საფულე მინდა სიგაში. ილოცეთ ჩვენთვის. მე საფულეს აღარ ზუსტად. ჯერჯერობით ცოცხლები ვართ. აი მე ვარ ვიცი, აი ჩვენ მას მომგვიყვეთ თესეულში ეს რაღაც არასდროს არ მოხდებოდა. იმიტომ რომ ელემენტარული ეს emergency რაღაცები არ აქვს. სიგნალი არ ჩაერთვება. შიგნით ამოვიწებოდი. არავინ არ აფერს ვერ გიგებდა. უჩუმრად რა, აურძოულია ეს არ გავი. აი დარწმუნებული ვარ ჩვენი ლექტორები იყვნენ რომ არა უშავს მეგობრებო ჩვენ დროს ეთები ხდებოდა. გააგრძელებდნენ ესე გააგრძელებდნენ უნივერსიტეტში ჩატარებას ბოლო წუთამდე სიცოცხლის ბოლო წუთებში ლექციას წაგვიკითხავდნენ, მაგრამ არ ჩააქრეს კეთოწერის ერთ კულტური კაბინეტი. მოკლედ, ახლა მოვედი სახლში. ვირბინეთ, რასაც ქვია, იმიტომ რომ ახლა გოგოს შეხვედრა ლექტორთან, ერთ-ერთ დავალებაზე უნდა მოვხდეს ფიდბექი, ამდენად სწორად ვაკეთებთ. ხოდა დაიწყება მალე და ძალიან მეძინება და ძალიან დავღარი დღეს. ეს თემებია. ახლა დაიწყება მალე. ასე დამთავრდა ჩემი ვლოგი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დამილაიქეთ. გამოწერა და გავიწყეთ არხის, აი ესე იუთუბერულად დავასრულებ ამ ვლოგს. ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურეთ. Bye.